დილა მშვიდობისა, გამარჯობათ ბავშვებო, გამარჯობათ თეონა. ჩვენ იასამნების სეზონი გვაქვს და მე მგონი რომ თქვენ მოგეწონებათ დღეს რაც მე უნდა გასწავლოთ. ასე ფიქრობთ? ვის აქვს ეზოში იასამანი თქვენგან, აბა? უი, რამდენს. იცით რა ხდება? იასამანი ცოტა ძნელად ძლებს ლარნაკში ჩადებული. აი რო ჩადებ, მალე ჩამოყრის ყურებს. ეხლა ჩვენ დღეს ისე გავაკეთოთ, ისე შევკრათ თაიგულები, თეონა მასწავლებელიც დაგვეხმარება, რომ მე პატარ-პატარა რაღაცებს გაჩვენებთ, როგორ უნდა გაძლოს ლარნაკში იასამნება და რო წაუღოთ თქვენს ბებოებს და ვის ყავს ბებოები თქვენგან? ყველას. დაბედნიერება. რა კარგია. ხო და ეხლა საიდუმლო გაუმხილეთ და რაღაცეები. ახეთ, მოდი შენ მომაწოდე იასამნები ახლოს ხარ. ახე. ეხლა ჩვენ ბევრი მოვჭერით, იასამანი ხო ხე არის. ბუჩქია. ამიტომ ამაში რომ ჩავდებთ, ლარნაკში რომ ჩავდებთ, არ იღებს წყალს. აქედან ვერ შედის წყალი. და ადვილად მოიწყენს. აი ასე რომ ჩადებთ ლარნაკში, სულ მოყვინთავს ასე ცხვირს ასე ჩამოუშვებს დაბლა და ხელად უკვე ცუდი სანახავი ხდება. იმისთვის რომ წყალი კარგად აიღოს, ასეთი ქვა გჭირდებათ, ნახე? და უნდა დაუჩოჩქოთ ძირები. აი, რისთვის გჭირდებოდა ქვა? აი, ასე თუ დაუჩეჩქვავთ, აქედან წყალი ადვილად შევა და გაიშლება. დალევს წყალს. მოდი ახლა თქვენ მომეხმარეთ, მე გასწავლით თან თაიგულების აწყობას, მე თქვენ დაარჩიეთ. ნახე, აი ერთი ტოტი ხო არის, ეს ტოტი ამას უნდა დაადო ჯვარედინად. იმისთვის რომ გაფუშფუშებული თაიგული გამოგივიდეს, ასე რომ არ იყოს თავი რომ არ კონდეს, ასე შეკრული და ერთმანეთზე მიდებული. ნახე? აი, ასე ჯვარედინად. მერე ამას კიდე ჯვარედინად დავადოთ, შეხედეთ? აი ასე. ნახე? ოღონდ წვეროები ერთ სიმაღლეზე უნდა იყოს. ამას კიდე ჯვარედინად უნდა დავადოთ, აი ასე. მერე კიდე ჯვარედინად უნდა დავადოთ, აი ასე. ოღონდ წვეროები ისევ ერთ სიმაღლეზე. მივხვდით ხო როგორ აკეთებს? მე მგონი თქვენ უკვე შეგიძლიათ. აი, მერე კიდე ერთი ჯვარედინად დავადოთ. ამას კიდე ერთი ჯვარედინად დავადოთ. კიდე ჯვარედინად დავადოთ, აი შეხედე ასე. ხო, ნახე როგორ გასწორდა? აი, ასე. აი, მივხვდი. ოჩახ. აი, შეხედე. ხო. აი, შეხედე, აი ასე. აი ასე. ამას ქვია სპირალური თაიგული, იმიტომ რომ სპირალივით შეიკრება, შეხედე? აი ასე. ეს დიდებმაც კი არიციან, ბავშვებმა კი არა. აი, ნახე გაფუშფუშდება ზემოდან, აქაც გაიფურჩხება, ზემოთაც გაიშლება. აი ასე. აი, შეხედე? აი. უკვე ლამაზ თაიგული გამოგვივიდა. ამ ღეროებს გადავჭრით. ერთ სიმაღლეზე ლამაზად. ჩვენი ლარნაკის სიმაღლეზე. იმისთვის რომ წყალი მიიღოს, ესენი კარგად დავჩეჩქოთ. ეს ბევრმა დიდმა ადამიანმაც არ იცის. მე მგონი ბებოებსაც მოეწონებათ თუ ეს ეწოდინებათ. აი ასე. ხო, ეხლა მართული შევკრათ და გამოგვივა ლამაზი თაიგული. მართულით რომ შევკროთ, მე შეგვიძლია ლენტით. აი ასე. ეხლა ხო იასამანი სულ ბევრია ყველგან, ქუჩებში ხო ძალიან ბევრია. თელ ქალაქში იყიდება, ხო? თან ეზოებშიც გქონიათ თქვენ. აი ასე შეკრული თაიგული, ჯერ ამითი შევკრათ ლამაზად. მერე კარგი ლურჯი ლენტი გავუკეთოთ და მიჭირე. მან უნდა მოუჭირო, ცოტა ზევით ან ქვევით. ნახე როგორ მოუხდება იასამნისფერი თაიგულს. ძალიან ლამაზი. აი ნახე. აქ ბანტი გავუკეთოთ ბაფთა. აი ასე. მგონი ერთი ცალი ეს ფერიც გავუკეთოთ და ლამაზი იასამანი გამოვიდა. ეს თაიგული მასწავლებელს ვაჩუქოთ, კაი? თქვენ ვინც მოგიყვანათ ჩვენთან. აი ასე. ეხლა თქვენთან ერთად შევკრათ, მე მოგეხმარებით. მასწავლების თაიგული უკვე გავაკეთეთ. აიღეთ აბა. აბა ავარჩიოთ ეხლა იასამნები, ბევრი გვაქვს, ყველას გვეყოფა. აბა ნახეთ. უх, რა კაი სურნელია რა. როგორც ზურამ გაჩვენა. აი ნახეთ, ჯვარედინად. აბა კიდე ერთხელ მიყურეთ. აი ასე. მოდი, აქეთ და აი, ჯერ მთავარია ააწყვეთ ხო თაიგული, მერე მოუჭრით ამ ძირებს, რაც ზედმეტი იქნება. მერე დავჩეჩქვავთ. მოდი მაჩვენი აბა შენ. მიდი. კიდე დაგიჭიროს თვალე, იქეთ გადავდებ. კარგი, მიდი აბა. აბა დაალაგეთ. მერე მე მოგეხმარებით და მოგაჭრევინებთ ძირებს. უფ, როგორ მომწონს. რა კაი სუნი აქ არა? გაზაფხულის სურნელი აქვს. ზურა სპარსეთია თუ ჩინეთი არის სამშობლო? არა, სპარსეთი, ირანი.
თავიდან? არა, ახლა აქ უნდა შეხედო, წვეროები უნდა კონდეს ერთ სიმაღლეს. მე ხა ჩემს თაიგულს დავდებ და შენ მოგეხმარებ. მოდი მომაწოდე და მე შენ თავიდან გააკეთე. იცი ნახე. აი შეხედე? სიმაღლეზეო შეხედე, ნახე როგორ ძურამ გააკეთა. ჯვარედინად. შე როგორ გააკეთა სულ. კიდე ჯვარედინად. არა უშავს. რა კარგი ამოარჩია. არა უშავს. მე ამას სულ ვაკეთებ, ამიტომ ჩემთვის იოლია, თქვენთვის ძნელია. ხო არ გინდა თქვენ დახმარება ბავშვებო. რა კაი კოკრები ამოარჩია. რა კარგია. მგონი ამას ეყოფა, მეტი არ უნდა. აი ნახე, ასე, ესეც ასე, ესეც ასე. აი ჯვარედინად. შეხედე როგორ გაიშალა აქ. აქ თუ გაიშალა, აქაც ხო გაიშლება. მოდი ხა მე და შენ შევკრათ. თუ გინდა შენ თავიდან გააკეთე, გინდა? მოდი გააკეთე, სცადია ბა შენ თვითონ. ჩვენე შენ აკეთებ? შვენიერი გამოგივიდა ჩემი აზრით, ნახე. კიდე გინდა დაუყო. რა კაი სეზონია ხა იასამნების. სუნიც კარგი დატრიალდა მართალი ხარ. უკვე მორჩი? შემახედია ბა? ნახე, ერთ ზომაზე და. ოჩა, კაი გამოგივიდა, მაგრამ მე მგონი რომ ცოტა უნდა გავშალოთ კიდე. შენ ძალიან კარგი გამოგვიდა. აი იმას მივაძე. კიდე მოგცე ტოტი? ნახე რა კარგად დაალაგა. მეტი აბა. თქვენ თუ იცით 5 ფურცლიანი იასამნების შესახებ ერთი ამბავი. მე მგონი 1-2 წელი უნდა კიდე. ოჩა, იცი? არ იცი? აბა დათვალეთ რამდენი ყვავილი აქვს. თეონა, შენ მოგვიყევი ეგ რა არის? ეგ ჩვენ ვიცოდით ბავშვობაში. რა იცი აბა? აბა თქვენ. თუ 5 ფურცლიანი იქნება, თუ შეჭამ სურვილი აგისრულდება. დიახ. კარგად გწოდნია სწორად. ესე იგი, ამიტომ იასამნის ყვავილებს შეხედეთ, ეს ხო ყვავილედი ქვია, ამ ტევანს ქვია ყვავილედი. და ყველა ყვავილედი შედგება პატარა ყვავილებისგან და ამ ყვავილებში სულ ყოველთვის არის 4 ფურცელი, ნახე? აი სულ 4-ია. აი თქვენ თუ ეხლა ამ 4 ფურცლიანებს შორის იპოვით ისეთ, რომელსაც აქვს 5 ფურცელი, უკვე იპოვე? მოწყვეტი და შეჭამე. მე ვიყავ. ხო, ბედნიერება მოაქვს. საერთოდ იასამანს ისეთი სამკურნალო თვისებები აქვს. გარდა მაგისა. ხო, აბა. იპოვა 5-იანი, მართლა, ეს ისწრაფად როგორ იქნება? მაჩვენია. რამდენი 5 ფურცელი ყოფილა? არ არის 5 ფურცელი. აი ნახე, აი ამ ადგილას. აი ეს ხარ, ეგ არ გამოგადგება. აი ამას 4 აქვს, 4 აქვს. სულ. არა, ეგეც არ გამო. მაგასაც 4-ია. ნახე, აი ამაზე იპოვო იქნება. აი იქნება ამაზე იპოვო. ვერა. შენც ვერ იპოვე, ვერა, არა, ეგ 4-ია. ოჩა, აი შენ იპოვე. მოდი აბა მოვუჭრათ ამას ძირით. მოიცა და გამატარეთ ერთი წუთით. თან სურვილიც უნდა აგიხდეს. აჩვენე. ნახე, უყურე სათვალე. კი, ეს 5-იანია. იპოვია შენ 5-იანი. შენც იპოვე? შეჭამე. მოდი ახლა დაუჩაჩქოთ ამას ძირები. ეს ხო არა? აბა, ესე გადავუჭრეთ ახლა. კი, აუცილებლად, აბა რა. აი მეორე თაიგულის გამზა. თუ რა, ამაზე თუ დაგვეხმარებით. კი, აბა. შენ ჯერ შეკარი და მერე გადავუჭრე. კარგია, გადავჭრათ. მოდი გადავჭრათ და დაუჟეჟოთ. აი ეს შენია, დაიჭერე. დათვალე. არა უშავს გიპოვით, მოიცადე ერთი წუთი. მოდი, აბა. აი ამით შევკრათ, ეს ისეთი მოსახერხებელი, ეს არის მოდი, მავთული. მომიტან. აი მე კი, ყველას გადაგიჭრით ახლა. რიგი დგას, რიგი გადაჭრაზე. აი დაჩეჩქვა შენ თვითონ. აი, აქეთაც შეიძლება. აი, მოხვიდეთ. მოდი, მომეცი. ყორჩახ, რა ლამაზი თაიგული შეკარი. ცოტა შევასწოროთ, სულ ცოტა და დანარჩენი. ყოჩაღები ხარ ზურა, რა ლამაზი თაიგულები გააკეთეს. ო, ძალიან ყოჩაღები. ძალიან უხდება ეს ისფერი ლენტი. არჩი ლენტი, რომელი გინდა? მიდი აბა. შევკრათ და შეკარი, მე გადაგიჭრი. აბა, ეს გინდა ხო? მოდი გა. შენ გაუკეთებ. მოდი აბა გაუკეთე შენ თვითონ. ვინდა ჩეჩქვავს? მე გავაკეთე. აი მე ისფერი მინდა. გინდა შენ დაიჭერე და მე გაუკეთებ. უფ, რა ლამაზი გამოგივიდა შენც. მოდი. გიგა მომაწოდე რა. მომეცე. ბატონო. შენ რაღაცა დღეს ძალიან ბედნიერი ხარ. ესე იგი შენ უჭი არ გეტკინოს, იმდენი არ შეჭამ. ან გაუნაწილე სხვებს, ეგრე ჯობია. მე შევჭამე. მე მგონი შენც იპოვე მე მგონი. მართლა? ეხა ზურას მივცეთ. აი, ეხლა მოგვატყუებ, გემრიელი არ არის იასამნის ყვავილი. არა, მართლა გემრიელი ჭამაო. მე შენ, კი, მოდი დაგეხმარო. აი ეს ჯერ ამითი უნდა შევკროთ. მოდი. აბა მოდი. ო, ნუგეში. მე დაგიჭერ და შენ შეკარი. ოჩა, გამოგივიდა. ოჩა, კაია, მეტი არ. კიდევ ვიპოვე უკვე. მოდი შევკრათ. შეკრულია უკვე, მოდი.
მე ხუთიანი მივეცი. მე მგონი ეტვირთია ჯერ. მე მგონი ეგ ჯერ არ გაშლილა. წარია? აი, კუჭი არ გეტკინოთ, ეხლა ძალიან უმეწაფებით. ერთი ცალი საკმარისია სურვილის ასასრულებლად, 5 კი არ უნდა შეჭამ. ისე ზურა ერთი შეკითხვა დამება და იასამნის მურაბას არ აკეთებენ. აკეთებენ. აყაჩო, ვარდი ვიცი ნამდვილად, მე თვითონაც. ჩემი მეგობარი თამარა იოსელიანი აკეთებს. იასამნის მურაბას მართლა? აყაჩო ვიცი, ვარდი, ნუ ისედაც ვიცი და აი იასამანი საიჭებოვე. ყოჩახ, მოდი შევკრათ. რა კაი შეგიკრავს? ყოჩახ. სამი კი არა, ხუთიანი. კი როგორ არა, ამოარჩი რომელი გინდა, მიდი აბა. მოდი თავიდან დავაწყოთ, ხო არ იქნებ წინა? ეს გავუკეთოთ? კი, მომეცი აბა. შენ თვითონ გავუკეთებ ბაბთას თუ მე? აი, შენი მეგობარი ჩეჩქობს, ნახე. კაი, მოდი აბა დაიჭერე. ბატონო, უკვე 7 ცალი ვიპოვე. შენ დღეს ძალიან ბედი 7-ვეს, ნუ შეჭამ კუჭი არ გატკინოს. ერთი ცალი კმარა. ეხლა ზირებს დაუჩეჩქვავთ. ეს პატარა ამბავიც დღეს იცოდეთ ჩვენგან. მიდი მერე. ის ქვა სპეციალურად მოგიტანეთ რომ დაჩეჩქოთ. ჩემი აზრით ძალიან არა. ჩვენ ახლა დავჩეჩქვავთ იასამნის ძირებს რომ წყალი კარგად აიღოს, მასწავლებელსაც ვაჩუქებთ ფართებაფთიან იასამანს, დიახ. იასამნის ყონას და ჩვენ დაგემშვიდობებით და ხვალ ისევ შევხვდებით იმედი მაქვს. აუცილებლად. ეზოში უნდა დავკიდოთ საქანელად. ძალიან სახალისო დღე გვაქვს. ნამდვილად. მე უკვე ავარჩიე ადგილი, სადაც შეიძლება სადაც შეიძლება რომ საქანელა დაიკიდოს. ტყემლის ხე გვაქვს ჩვენ და იმ ტყემლის ხეს ტოტი აქვს ასე გადმოწეული. და შეიძლება იქ ლამაზად და მოხერხებულად დაიკიდოს საქანელა. რამდენს დაგიკიდიათ ეზოში საქანელა? მე არა. მე გამიკიდე, მაგრამ ჩემ თვითონ არა, მამა ჩემი მამა. ჩემ თვითონ არა, მეც მოგეხმარებ. ხო, უნდა მოგეხმაროს. მე მგონი რომ კარგად გამოგვივა. მოდი, დროებით. აქედანაც.